გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 71 სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის კენჭისყრამდე გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ კოლეგებს სიტყვით მიმართა და რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ვითარება აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დღითიდღე უარესდება მავთულ ხوارთების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცების და უკანონო დაკავებების გამო. მოსახლეობა გადაადგილების თავისუფლებით ვერ სარგებლობს. რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული ეგრეთ წოდებული თანამშრომლობის შეთანხმება და ერთობლივი სამხედრო ფორმირების შექმნა საქართველოს რეგიონის ფაქტობრივი ოკუპაციის პოლიტიკის დამადასტურებელი ნიშანია, რაც საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს. გაეროს გენერალური ასამბლეა ამ რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს. პროექტს 80 წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, 14 წინააღმდეგი იყო, მათ შორის რუსეთი, 61-მა კი თავი შეიკავა. ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროში მიღებულ რეზოლუციას თბილისშიც გამოეხმაურდნენ. რეზოლუცია არის მკაფიო გამოხატულება თუ რამდენად აქტიურად დგას საქართველოს პრობლემატიკა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში, გაეროს ფარგლებში და რამდენად მზარდი არის ეს მხარდაჭერა საქართველოსადმი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციისადმი. ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოვალეობაა, რომ ლტოლვილთა უფლებები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დაცული იყოს საერთაშორისო ასპარეზზე. გაერო გახლავთ უმაღლესი ტრიბუნა, რა თქმა უნდა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკვე მე რამდენიმე წელია, რაც იღებთ აი ასეთ რეზოლუციას. ეს ერთის მხრივ თვითონ ლტოლვილებისა და დევნილებისათვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და აი ამ თემის აქტუალური მნიშვნელობის შესანარჩუნებლად. იზრდება მხარდამჭერ ქვეყანათა რაოდენობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი მუშაობაა ჩატარებული ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან, სხვა სახელმწიფოებთან და მე ვფიქრობ, რომ შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს არა მარტო გაეროში, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, იმისათვის, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მუდამ იყოს კონცენტრირებული ამ ჩვენს ურთულეს პრობლემებზე. სიმბოლურია ის, რომ თავიდან, როდესაც დაიწყო ამ რეზოლუციაზე მუშაობა, სულ თავიდან მხარდამჭერი იყო 14 ქვეყანა. დღეს 80 მხარდამჭერია და 14 წინააღმდეგი და ის, რომ გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა, კიდევ ერთხელ მოწმობს და ხაზს უსვავს იმას, რომ სწორედ აი ასეთი დიპლომატიური ნაბიჯები ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. ეს რეზოლუცია ასეთი დიდი საქართველოსთვის დიდი მხარდაჭერით გავიდა, ეს გახლავთ ფუნდამენტური ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა იმ რეგიონებში, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული. რაც შეეხება ჟენევის ფორმას და მის ამასთან კავშირს, ჟენევის ფორმატისთვის ძირის გამოთხრა ძირითადად მოდის რუსული მხარისგან.